მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს ყველაფერი საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს, სადაც მე თქვენ გაგიზიარებთ აბსოლუტურად ყველა ეპიზოდს, რაც მაქვს უკვე გადაღებული და ბოლოში შევაჯამოთ რა ხდებოდა ამ პერიოდის მანძილზე. საღამო მშვიდობისა, პატარა ჩართვა მინდა გაგიზიაროთ. უკვე საკმაოდ გვიანია სიმართლე რომ ვთქვათ, უკვე 12 საათი სრულდება, თუმცა გვიშინ გამოვაქვეყნე ვიდეო ვლოგი და დღეს უკვე დავიწყე ახალი ვიდეო ვლოგის ჩაწერა, უკან პატარა მაიმუნი წესრიგდება. მინდოდა გამეზიარებინა მოკლედ დღევანდელი ჩემი პროგრესი, რადგან აქტიურად ვმუშაობდი ვარდისფერ კარდიგანზე და მაქვს უკვე რაღაც განვითარება. აი, არ ვიცი, ჰიპერფიქსაცია მოხდა ამ კარდიგანზე ჩემი მხრიდან, საერთოდ ვერ ვდებ ცალკე ამ ნივთს, რომ სხვა რამე ვქსოვო, არაფერს არ ვკიდებ ხელს, მიზანმიმართულად ვმუშაობ მხოლოდ ამ კარდიგანზე. პლუს ამას დღეს ჩავატარე გაკვეთილი, სადაც ჩემს მოსწავლესთან ერთად გავიარეთ ნიუანსები იაპონური მხრის და მსგავსი დიზაინის კარდიგანზე ვმუშაობთ იქაც. და ასე რომ мотивაციაც კი მქონდა, ესე რომ ვთქვათ, რომ ეს კარდიგანი უფრო სწრაფად მომექსოვა, რომ რაღაცა დეტალები უკვე მქონოდა მზამ მდგომარეობაში, რომ გამეზიარებინა მოსწავლისთვის. შესაბამისად, ახლა გაჩვენებთ რა და როგორ მაქვს უკვე მოქსოვილი. პროცესში მაქვს უკვე მესამე გორგალი შალი და მეორე გორგალ მოხერს ვამთავრებ. საკმაოდ დიდი განვითარება მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, რომ დღეს დიდი დრო მქონდა ამ ყველაფრისთვის. პლუს ამას გუშინ შუა დღეს გადავიღე ვიდეოს ბოლო ნაწყვეტი, სადაც გაგიზიარეთ რა ეტაპზე იყო გუშინ შუა დღეს მდგომარეობით ეს ნივთი, ასე რომ ახლა რასაც გაგიზიარებთ, ეს არის მთლიანად დღევანდელი განვითარება. გაჩვენებთ. პირველ რიგში აი ეს მოხერის მეორე გორგალი და მესამე გორგალი შალი. იღლის ჭრილიდან უკვე აი ამდენია მოქსოვილი და ყველაზე მთავარი დღეს არ დავიზარე და მოვქსოვე საყელო, გავამზადე იმ ეტაპამდე, რომ უკვე სიგრძეს როგორც კი მოვქსოვ, შევძლებ პლანკის ამოყვანას. გადავწყვიტე, რომ აქ ძალიან მინდოდა ერთფენიანი საყელო და თან არ მინდოდა არაფრის აი აქ დამალვა. შესაბამისად, ამოვიყვანეთ ფლები 5 მილიმეტრი ჩხირით, მე გადავედი რაღაცა მომენტში 4 ნახევარზე და ნემსით დავხურე ეს ყველაფერი. ახლა გამოიყურება. აი ასე, გარიცხვის მერე რა თქმა უნდა დარბილდება, ცოტა გაიშლება. იმედი მაქვს, რომ აი ეს საყელო ესეთივე მჭიდრო დარჩება და აი ესეთი ზომა აქვს უკვე ნივთს, რა თქმა უნდა, ნაკეცებით არის, რადგან ლესკა არ არის გრძელი, თუ არ მეშლება ეს არის ან 80 სანტიმეტრი, ან 60 საერთოდ და აი ესე გამოიყურება. შემდეგი ვერსია უკვე ვიცი, რომელი ძაფით და რა ფერში უნდა იყოს, ასე რომ ძალიან საინტერესო პროექტი მელის წინ. ახლა მინდა რომ აი ეს მოხერი დავასრულო, ანუ აი ეს რაოდენობა რაც აქ მაქვს და მე უკვე წავალ დასასვენებლად, ხვალ დასვენების დღე მაქვს, ასე რომ მაქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად ბევრი ვქსოვო ამ საღამოს. ვუყურებ YouTube-ზე სხვადასხვა ვიდეოებს და მოკლედ ვირთობ თავს. რაც შეეხება სხვა პროექტებს, ჯერჯერობით ყველაფერი არის დაპაუზებული, რადგან აი ამის იქით ფიზიკურად ვერ მივდივარ. ყოველი ახალი გადაჯვარედინება მაიძულებს, რომ კიდევ ერთი და ასეთი ტემპით აი იღლის გაერთიანებიდან უკვე აი ესეა ჩამოქსოვილი. დიდი ალბათობით აი აქ დაახლოებით აი ამდენივე კიდე მინდა რომ მოვქსოვო და მე გადავალ რეზინზე. ასე რომ აი ამ გორგალმა შეიძლება დამიმთავროს კიდევაც
ჩემი სიგრძე. დამრჩება ორი გორგალი, ესეთი ორი გორგალი მკლავებისთვის და დიდი ალბათობით მომიწევს დამატება. ხვალ არ მგონია, მაგრამ ზეგ გავისეირნებ სხვადასხვა მაღაზიებში და დავიმატებ მოკლედ ღილებს, მათ შორის ღილებს აი ამ ჟაკეტისთვის და ბარემ ვეცდები, რომ ძაფი დავიმატო ამ ნივთისთვის. ესეთია ჩემი დღევანდელი პროგრესი, ესე რომ ვთქვათ და უკვე დანარჩენ ჩართვებს გავაკეთებ. ხვალე. The sun is shining bright like a colorful aurora. It paints the world in hues of orange and white and more. I'm gonna start packing my bag. I'm leaving all worries behind. Let's go, I need to get my own summer style back. The breeze is playing soft through the palm trees loft. Seen it whisper secrets of each land. The sound of the waves lapping on the beach is like a pleasant melody. Soothe my heart's troubles. Windows down with the wind in my hair. I feel so free. Oh, it's the smell of summer. My summer trip. Take me away, all worries to a place where my heart can play. Under the stars, by the ocean shore, by the vast grasslands. Oh, it's the smell of summer. Hidden cove where the dolphins rove. I watch them dance in the ocean's cove. I build a sandcastle high. I touch the summer sky. I sit around a fire, share stories that will never tire. I found the feeling of summer. I fell in love with the feeling of summer. The breeze is playing soft through the palm trees loft. Sing it whispers secrets of land. The sound of the waves lapping on the beach is like a pleasant melody. Soothe my heart's troubles. Windows down
feel so free. Oh, it's the smell of summer. My summer trip. Take me away, all worries to a place where my heart can play. Under the stars, by the ocean shore, by the vast grasslands. Oh, it's the smell of summer. გიზიარებთ განვითარებას. მოკლედ, ესეთი პროექტი დავიწყე, არ მახსოვს სიმართლე რომ თქვა, გადავიღეთ თუ არა დაწყების მომენტი. ამ პროექტს ვგსოვა ესეთი ორი ძაფის კომბინაციით. ეს არის პოლიამიდზე ალპაკა და მირინოსი. და აქ არის ალპაკა, მირინოსი და ასევე 20% პოლიამიდი. პლუს მინუს ერთნაირი შემადგენლობა აქვს. აქ არის 1000 მეტრი 100 გრამზე, აქ არის 750 მეტრი 100 გრამზე. ორივე ერთად, აი ესეთი კომბინაცია იძლევა მილანჟის ეფექტს და დავიწყე ესეთი წვრილი ქსოვა ჭხირებით 3.5-ზე. ანუ 3.5 მილიმეტრი ჭხირი მაქვს ნიტპრო ბეისიკი. ლანეგროსას ლესკა მაქვს გამოყენებული, მაგრამ ძალიან არ მომწონს ეს ვერცხლისფერი ლესკები, ანუ ძალიან უხეშებია, ტროსია რეალურად. მოკლედ, ვგსოვ ისეთ კლასიკურ პოლოს, კონსტრუქცია ზუსტად ის, რასაც ზოგადად ვიყენებ ხოლმე. და აქ მაქვს უკვე შეერთებული საყელოს ადგილი, შეერთებულია იღლიის ჭრილიც და მაქსიმალურად ოვერსაიზი უნდა გამომივიდეს. გვერდზე ხმაურობენ და იმედი მაქვს არის მის ძალიან გარეთ ძალიან ხმაურია და მოკლედ ესე გამოიყურება ნაკსოვი, ცოტა ფოკუსი უჭირს, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ გვიანია, საყელო ამოღებულია და ეხლა რეალურად კადრში თითქოს უფრო დიდი ჩანს, ვიდრე რომ ვუყურებ კამერის გარეშე. გარეცხვაში მგონია, რომ ცოტა უნდა დაპატარავდეს, ამაზე გათვლით მაქვს მოქსოვილი დიდი ზომა. და მერე უკვე როდესაც სიგრძეს მოგსო, რადგან ბაბინიდან მოგსო არ მინდა ძაფი გავწყვიტო, საკმარისად გავწყვიტე თუნდაც ზურგის და მხარის ადგილას და მერე აქ წრეზე შევკარი. და თვითონ ანუ ზურგი რომ დავიწყე, მერე ესენი რომ დავიწყე, უკვე აქ მაქვს 3 ცალი ძაფი დასამალი პლუს 2 იღლიის არეში. მოკლედ,
ასე რომ არ მინდა რომ კიდე ერთი გაწყვეტა გავაკეთო, მოგსოვ სიგრძეს რამდენიც მჭირდება, ბაბინა მაქვს იმხელა რომ ნებისმიერ ვარიანტში მეყოფა და დამრჩება კიდევ ერთ მსგავს ნივთზე იქიდან გამომდინარე რომ 750 მეტრი მაქვს 100 გრამში და ძაფი როგორც მახსოვს თეთრი ეს რაღაცნაირი რძისფერი მქონდა 480 თუ 450 გრამი აქ არის თითქმის 200 გრამი ასე რომ არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ძაფის ხარჯი და მინდა რომ ჩავიდე სიგრძე და გავაკეთო იმდენი რამდენსაც ვფიქრობ, მე გავაფორმებ საყელოს და მე მოგხსოვ მკლავებს ან პირიქით ამას უკვე პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. ძაფზე საერთოდ არ ვნერვიულობ, ზუსტად ვიცი რომ აი ეს ღია ფერი კიდე ერთ ნივთზე მეყოფა და ამის გარდა კიდე ორი ბაბინა მაქვს, სხვათა შორის ერთი თეთრი და მეორე ამასთან შედარებით ბევრად უფრო ღია ფერის და რომელიმე მათგანთან კომბინაციაში მოვხსოვ კიდევ ერთ ნივთს, მაგრამ თუ გადავწყვიტე რომ პოლო მოვხსოვ მანქანაზე და არა ხელით, იქიდან გამომდინარე რომ ახლა 3.5 მილიმეტრი ჭხირით ქსოვა ხელით წაღმანა ქსოვის, არა კი სიამოვნებს ან მაგაზე კი არ არის საუბარი, უბრალოდ არალოგიკურია. არა მიზანშეწონილია ამ დროის დახარჯვა, ანუ ბევრად უფრო საინტერესო პროექტის მოხსოვა შეიძლებოდა უზორით და წაღმანაქსოვი მომექსოვა მანქანაზე. პლუს ამას თუ მსგავსი მოდელის მოხსოვას გადავწყვეტ აი ამ ადგილას ნამატებს გავაკეთებდი ნაკლებს და უფრო სწრაფად დავიწყებდი ერთიანად თვლების ამოყვანას ორივე მხარეს რა თქმა უნდა რომ საყელოს ჭრილი უფრო პატარა იყოს, ესე რომ ვთქვათ. აქ პლუს ყველაფერთან ერთად უნდა იყოს პოლოს პლანკა და გადმოკეცილი საყელო. ვნახოთ, როგორი გამოვა. ჯერჯერობით ძალიან მომწონს თვითონ ფერთა კომბინაციაც, რაღაცნაირი ძალიან თბილი ბეჟია. პლუს ამას თვითონ ქსოვა, რადგან საერთოდ არ მაწუხებს ჭხირის ზომა პირიქით, ანუ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. და აი ესე იქსოვება ჩემი პოლო, უკვე ზურგის ნახევარი მოქსოვილი მაქვს. სიგრძეზე არ ვარ ჩამოყალიბებული, რამხელა მინდა რომ იყოს, თუმცა რამხელაც არ უნდა გადაწყვიტო, ძაფი მეყოფა და ეს უკვე ნახევარი საქმეა, ესე რომ ვთქვათ. ეხლა გავაგრძელებ სხვა რამის ქსოვას, რადგან დღეს ეს საკმაოდ კარგად განვავითარე და ცოტა არ იყოს დამღალა, ასე რომ სხვა რამის ქსოვას გავაგრძელებ დღეს. ახალი წლის ჭიქა. ჩემი ყველაზე საყვარელი ჭიქა შემთხვევით გავტეხე, ასე რომ მეორე რომელთაც გემრიელად ვსვავყავას არის ეს საახალწლო სერია, მაქვს წითელი და არის ესეთი მწვანე. მოკლედ, როგორც იქნა, მოვიცალე რომ აი ამ ჟაკეტს ცოტა ხელი შევაშველო და მკლავის თვლები ამოვიყვანე, დავიწყე მკლავის ქსოვა და ვერ ვიტყვი რომ სწრაფად მიდის პროცესი, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დროს ვუთმობ რეალურად, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ლოგის გამოქვეყნების ეტაპზე დამთავრებული მექნება, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დარჩა, როგორც ასეთი საქსავი მაქვს მოსაქსავი მკლავები, ორი ერთნაირი და პლანკა. თუმცა რეკლამა ჩაერთო. ვნახოთ რა გამომივა, იმიტომ რომ ძაფის ისტორია კი ვიცით რეალურად, ასე რომ თავიდან აღარ მოვყვები.
რაფიას ისტორიები, როგორც ხედავთ, არ მთავრდება, მოკლედ ესეთი ძაფით ვქსოვ ჩანთას. ჩანთის ძირი მოქსოვილია უკვე და ახლა ვიწყებ ჰაეროვანი თვლებით და თაღოვანი თვლებით, ანუ სტოლბიკ სნეკიდამ და მათ შორის ვაზდუშნაი პეტლია, თვითონ ჩანთის ფორმირება. ეს ქვედა დეტალი იქნება აი ესეთი, რომ არაფერი არ დაიკარგოს, რასაც შიგნით ჩავდებთ. ფერი მაქსიმალურად არ მიყვარს, ანუ ძალიან არ მომწონს, თუმცა მოსაქსოვია. ნახოთ რა გამოვა. ორთქლში არ გამიტარებია, იმიტომ რომ დამეზარა და თან თვითონ კონკრეტულად ეს რაფია არის, ისედაც რაღაცნაირი ბუთქუჩა და დიდად არ საჭიროებს დამატებით манипуляციებს, ასე რომ პირდაპირ მოვხსოვ, რაც გამოვა, ბოლოში გაგიზიარებთ. ყაიზნახს რა თქმა უნდა, ჰამანაკას 4 მმ ყაიზნაღი, აი ეს. გიჟდები ამ ყაიზნაღებზე, აი გიჟდები. აი ესეთი განვითარება მაგ დღეს მომიწია ნაწილის დარღვევა, რაც მქონდა მოქსოვილი და აბსოლუტურად სხვა ძაფით მოქსოვა, იმიტომ რომ პარტია არ ემთხვევა და ძალიან შესამჩნევი იყო და ამ პარტიის ფიზიკურად აღარ გქონდა. არ ვიცი რამდენად, არა, ჩანს მშვენივრად. ხო და აი ამ პატარა ვაჟბატონის ჩვენება მინდოდა, თუმცა არ ვიცი რამ შეაშინა, გიჟური მოძრაობები დაიწყო. და ჭამოხტარა და ძალიან საყვარლად ეძინა. ფიშო. ეხლა აბანოს პროცედურები აქვს, ასე რომ არ შევუშლი ხელს. ამ ბლოგის გადაღება რომ დავიწყე, მას მერე გავიდა საკმაოდ დიდი დრო. ამ პერიოდის მანძილზე უკვე მოვასწარი რამდენიმე დასრულებული ნივთის ჩაბარება დამკვეთებისთვის და ზოგიერთი მათგანი იყო შესრულებული მაღაზიისთვის. მოვასწარი წინა ბლოგში ნაჩვენები პანამების უშუალოდ დამკვეთისთვის ჩატანა და ამ შემთხვევაში არა მარტო მე, არამედ მთელმა კოლექტივმა გავაკეთეთ ეს ერთად და მქონდა ნაწყვეტები, სადაც გიზიარებდით პარაგრაფში გატარებულ დროის შესახებ ვიდეოებს. ძალიან სასიამოვნოდ გავატარე დრო მართლა და ძალიან კარგ კოლექტივთან ერთად ვიყავი ამ პატარა მინი მოგზაურობაში. განვიტვირთეთ, რასაც ქვია და ასეთი ძლიერი დატვირთული პერიოდის მერე მე მგონი ყველას გვჭირდებოდა მსგავსი დასვენება. ვიდეოს რომ უყურებდით, რა თქმა უნდა, ხმოვანით გავახმოვანე უკვე, მაგრამ მინდა რომ კიდევ ერთხელ აი აქ ვისაუბრო ამ პერიოდზე. ვიდეოში ნაწყვეტები მქონდა ნაჩვენები ციცინათელას გვერდზე არსებული პარკში გადაღებული, ეს არის მინიატურების პარკი, სადაც ქართული ხუროთმოძღვრობის ძეგლებია და არა მარტო და აქ მივხვდი რომ საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი არ მაქვს ნანახი და როგორც კი ფიზიკური შესაძლებლობა მექნება ამ ყველაფრის გაკეთების აუცილებლად პირველი რასაც გავაკეთებ ეს იქნება რომ ვიმოგზაურებ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში რომ ვნახო ეს ულამაზესი ისტორიული ძეგლები და ბუნება რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის. თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული ადგილი რომელიც უზომოდ გიყვართ და სადაც ხშირად ბრუნდებით ხოლმე და გინდათ რომ გამიზიაროთ, სიამოვნებით კომენტარებში გავეცნობი თქვენს რეკომენდაციებს. ასევე გადავალ დასრულებულ ნივთებზე, სიმართლე რომ გითხრათ, ამ ბლოგს იმდენი ხანია ვიღებდი, რომ აღარც კი მახსოვს რას
გიზიარებდით. მაგრამ ერთი ვიცი რომ ამ პერიოდის მანძილზე მოგხსოვე კიდევ 3 ჩანთა, 2 ყვავილებიანი ჩანთა და 3 ყვავილებიანი ჩანთა იყო უბრალოდ მოდელს გულისხმობ 2 ყვავილებიანი ჩანთა ერთნაირი უბრალოდ სხვადასხვა ფერის, რომელსაც ახლა ეკრანზე ფოტოების სახით ჩაგირთავთ და მოგხსოვე კიდევ 1 ბადენაქსოვი ჩანთა ასევე დეკორატიული ყვავილებით, რომლის უცებ კადრში მოხვედრა მოვასწარი და ამასაც აი აქ ჩაგირთავთ ფოტოს როგორ გამოიყურება. ეს 3-ვე ჩანთა არის რაფიის ძაფით მოქსოვილი. მეტი სიმართლე რო გითხრათ, არ მახსენდება არც ერთი დასრულებული ნივთი ამ პერიოდის მანძილზე შესრულებული. და როგორც მახსოვს ვიდეოში ასევე ვმუშაობდი კარდიგანზე, რომელიც არის ნაკოფურვულის ძაფით მოქსოვილი. აი ეს კარდიგანი, რომელზეც რა თქმა უნდა დიდხანს არ გავჩერდები, რადგან ბოლო 2 ვიდეო აქტიურად ვისაუბრე ისედაც ამ მოდელზე. არ მინდა ეს პატარა ნაწყვეტი გავწელო იმაზე მეტად ვიდრე ვლოგის გადაღება გავწელე, შესაბამისად უცებ გეტყვით, ესე იგი ჩემს გეგმებს. მინდა რომ გადავიღო აქტიურად ვიდეოები ყველაფერთან ერთად ვიდეოებს რაც შეეხება, ანუ ვიდეო ბოლო კადრებად ვლოგში გაგიზიარეთ unboxing-ი ჩემი ახალი ტელეფონის, რომელიც დედამ მაჩუქა iPhone 17 Pro, რისთვისაც უზომოდ დიდი მადლობა მას კიდევ ერთხელ და მე მგონი არ დავიღლები ამ მადლობის გადახდით, იმიტომ რომ ეს ტელეფონი ძალიან დიდი ხანია მინდოდა. რამდენიმე თვე ვემზადებოდი მორალურად ამ ხელა თანხის გადახდაში, მაგრამ დამასწრეს და დედამ საჩუქარი გამიკეთა წინა კვირას ორ შაბათ დღეს დამირეკა და მითხრა რომ უნდა მეყიდა ეს ტელეფონი და ფული დამირიცხა და რომ აუცილებლად უნდა მეჩვენებინა მისთვის რომ ნამდვილად ვიყიდე, იმიტომ რომ უკვე გქონდა შემთხვევები რომ ფულს მირიცხავდა ჩემთვის საჩუქრის საყიდლად და მე ამ თანხას სხვა რამეს ვახარჯავდი და მე უკვე წინდა ხოლმე რომ ასე ვიქცეოდი და იტალიაში ყოფნისას თვითონ იქვე მიყიდა ოქროს ცეპი, იმიტომ რომ მანამდე რამდენჯერაც გამომიგზავნა ოქროს საყურებისთვის ფული, ყოველ ჯერზე სხვა რამეში ვხარჯავდი ამ ფულს. რადგან არ იყო ჩემი ინტერესის სფერო ოქრო. ახლა კიდე ტელეფონი მივიღე საჩუქრად, რომელზეც ახლა ვიღებ და იმედი მაქვს ხედავთ განსხვავებას კადრისას, ბევრად უფრო სუფთა, ბევრად უფრო კაფიო გამოსახულება აქვს, ხმაც მიკროფონის გარეშე საუბრობ და უკეთესად იწერს. პლუს ამას რამდენიმე წინა ვიდეო უკვე მთლიანად ამ ტელეფონით არის გადაღებული და ესეც კიდევ ერთი მოტივატორი იყო ზუსტად რომ ესე აქტიურად გადამეღო ახალი ვიდეოები. და იმედი მაქვს რომ არხის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს შეასრულებს ნორმალური გამოსახულება, ნორმალური კამერა და მომენტებში გადაღება გამიმარტივდება და უფრო მეტად მომინდება რომ უცებ ამოვიღო ტელეფონი და გადავიღო სხვადასხვა ლამაზი კადრები, რასაც თუნდაც ქუჩაში დავინახავ, ან სახლში ხერხებ რომ დავიჭირო. ასე რომ დედა კიდევ ერთხელ მადლობა. დავუბრუნდები ჩვენი ვიდეოს თემას. ეს ვლოგი ძალიან დიდხანს იყო პროცესში და ამ პერიოდის მანძილზე ვერ ვიტყვი რომ რაღაცა განსაკუთრებულად მეცალაქსოვისთვის ან რაიმე განსაკუთრებულად ბევრი დასრულებული ნივთი მაქვს, არა. პლუს ამას არც არანაირი მასტერკლასები არ ჩამიტარებია ამ პერიოდის მანძილზე და მხოლოდ გაკვეთილებით შემოვიფარგლებოდი, რომელიც სახლის პირობებში ტარდებოდა და როგორც ასეთი ეხლა უკვე ვფიქრობ იმაზე თუ რა შეიძლება გავაკეთო შემდეგი ვიდეოებისთვის, რა თემები შეიძლება ავიღო შემდეგი ვლოგებისთვის, შემდეგი ეპიზოდებისთვის, ასე რომ თუ გაქვთ რაიმე თქვენს იდეარის ნახვას ისურვებდით, აუცილებლად გამიზიარეთ. პლუს ამას ეხლა ვიღებ selfies კამერაზე და ფრონტალური ბევრად უკეთესი აქვს და ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი მასტერკლასების გადაღებისთვისაც იქნება ძალიან კარგი, რადგან ჩემი ძველი ტელეფონი უკვე საკმაოდ ცუდად
იღებდა, მეხსიერება არ ქონდა საკმარისი და ვიდეოს მონტაჟი მირთულდებოდა, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერი უნდა წამეშალა, რომ ახალი ვიდეო დამემონტაჟებინა. აქ კი ამ ყველაფერს ბევრად უფრო სწრაფად ვაკეთებ. მოკლედ, რაც მინდოდა რომ გამეზიარებინა ამ ვლოგის ფარგლებში გაგიზიარეთ აბსოლუტურად ყველაფერი, დავამთავრებ ამის გადაღებას, რომ დავიწყო უკვე მომდევნო. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ვიდეოში. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები. გისურვებთ წარმატებას, ბევრ თავისუფალ დროს ქსოვისთვის. მე კი ველოდები თქვენგან კომენტარებს. ასე რომ თუ არაფერი გაქვთ სათქმელი, უბრალოდ ერთი გულით დამიწერეთ. ნახვამდის.